საუბრეთ და მე მგონი მაყურებელსაც დაინტერესებს მარიამ ღვთისმშობელზე. ხო ეს ძალიან საინტერესო ამბავია, თავისდათავად ახალგაზრდებო, იმიტომ რომ საარქივო მასალაში პოულობთ 1650 წელია. იმერეთის მეფე თხოვს რუსეთის იმპერატორს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ჩამო, იმიტომ რომ შეაწუხა ოსმალომ. და ჩამოდიან საქართველოში დიპლომატები, ელჩები, რომლებიც 1 წელი იყვნენ აქ. ესენი წერენ ამას გია მერე ყველაფერს და ამ ელჩებში ერთ-ერთი არის სასულიერო პირი. დაახლოებით 80 ფურცელია, იმიტომ რომ მეფეს რუსეთის იმპერატორს უნდა მისწერონ რა ნახე როგორ იყო რანა და ნუ აკეთებენ ანგარიშს უწერენ. აი აქ ვაწყდებით ახალგაზრდებო რაღაც საოცარ ამბავს და რას. ნუ ეხლა ყველაფერს როგორ აცვია იმერეთის მეფეს მაშინ როგორ არის გელათი როგორ არის მოწყობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქუთათელ გაენათელი სტუმრად გაყვება ამ დიპლომატებს და ათვალიერებინებს გელათს. აქ არის საოცრება ახალგაზრდებო. გელათში ძალიან ბევრი სიწმინდეებია, იქ უბრალოდ მე შევაჩერე ყურადღება და თქვენი ყურადღებაც, იმიტომ რომ მარიამ ღვთისმშობელის კბილი 7 წლის ასაკში რომ ამოიღო. თმები და რძე მარიამ ღვთისმშობელისა. ეხლა აქ ყველაზე მთავარი რა არის ახალგაზრდა? ეს რომელი საუკუნე? 1650 წელია. და იყო გელათში. გელათში ნახე, მოусმინე ახლა გიორგი რა ხდება. აქ ყველაზე ნიშანდობლივად ყურადღება მისაქცევი არის თმები და რატომ პირველად გაიგონებს სოფლიო საზოგადოება ამას ქართველებო. რუსულად ხო წერია ძველ კირილიცაზე. შეხედე რა წერია. Власи, которые терзала при распятии Господне. რას ნიშნავს ახლა ეს ბავშვებო? როდესაც დიდება სახელს მისას იესო გააკრეს, მარიამ ღვთისმშობელმა, როგორც დედამ, თმები დაიგლიჯა. თმათა გლეჯა გიორგი, აი ეს ფენომენი ქართველთა გარდა არავის არ აქვს ბავშვებო იცოდეთ ეს თქვენ. ჩაირთო რაღაცა კოდი, გენეტიური კოდი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 1300 წლით ადრე მედეა, რომელსაც შვილები დაუხოცეს არ გეგონოთ ბავშვებო, რომ ეხლა ევრიპიდეს მედეა ლიტერატურას და ისტორიას შორის დიდი განსხვავებაა. ღვთისმშობელზე დავასრულოთ. კი, ზუსტად ეგ არის. კორინთელებმა შვილები დაუხოცეს, მედეამ თმები შეიკვეცა. ანუ აი ეს ფენომენი თმათა ხოკის და თმათა გლეჯის არის ქართული ფენომენი. ანუ კოდი ირთვება. მარიამ ღვთისმშობელმაც ამ დროს ჩაირთო კოდი. მარიამ ღვთისმშობელი ქართველი იყო? მოусმინე, ეხლა ასე ქართველს ვერ იტყვი. პროტო, ქალდე, აი მე წეღარ ვთქვი, ქალდეველ ხეთელი. ენაც მე ვარ ნამყოფი, სადაც მარიამ ღვთისმშობელის მიძინება მოხდა. ეს არის იზმირიდან 1 საათის წავალზე. ეხლა არ მითხრათ იზმირი თურქეთის ტერიტორიაა დღევანდელი, მაგრამ ეს არის იმ პერიოდში თურქი საერთოდ არ არსებობს. 9 საათია საჭირო რომ მარიამ ღვთისმშობელის ლათინურად ვიტყვი გენეტიკა და ქართველთა გენეტიკა დადგინდეს. სად არის დღეს ეს თმა და კბილი? თმა ვისაც აქ, იმან ძალიან კარგად იცის გენეტიკა მარიამ ღვთისმშობელის. მოპარულია ეს თმა? აღარ არის, საქართველოში არ არის. რუსეთში რო ეს არ არის დანამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ ამას გამოიყენებდა სტალინი თუ ასე შემდეგ და სად შეიძლება იყოს? მე ვფიქრობ, ხმამაღლოთ ვამბობ ამას, რომ უნდა ინახებოდეს ვატიკანში. უნდა იმალებოდეს ვატიკანში. და რატომ მალავენ? რატომ მალავენ და აი ხა როგორ თქვა, ერთო მაპატე. იმიტომ მალავენ, რომ მაშინ გაირკვევა უკვე 9 საათში, კაცო. ტუტანხამონის გენეტიკა არის დადგენილი. ოქრო, რომელიც ფარაონებს აქვთ, გიორგი. დიახ. აი რამაზ გახოკიძე შეგიძლიათ მოიწვიოთ, უბწყინვალი სპეციალისტი და პარალელურად მისმა ფრანგმა კოლეგამ და ოქროს აქვთ თვისება, რომ გეუბნება, მე მეგრელი ვარ, გურული ვარ თუ აჭარელი ვარ თუ სვანი ვარ. ოქროს ეს თვისება. დიახ. ფარაონების ოქრო აღმოჩნდა კოლხური. ეს ჩვენ ხო არ გამოგვიგვლევია. ჩვენ ქართველებს ხო არ მიგვიღიათ მონაწილეობა. ჩვენ დადგენ ასევე ტუტანხამონის დნმ-თან დაკავშირებით. აი ეს თმები, გიორგი, მომენტალურად გაირკვევა უკვე მარიამ ღვთისმშობლის გენეტიური ხაზი. ვიხდი რა მოხდება. გესმით ქართველებო თქვენ? ამაზე დიდი სიხარული შეიძლება გიორგი რამე კონდეს ერს, რომ დედა ღვთისა გენეტიურად არის პირდაპირ მომავლოდ გეუბნებით. დედა ღვთისა არის პროტოკარტო, ანუ ქართული წარმომავლობისა. არავით არის სამეცნიერო აქ არ არის. ეს არის პირდაპირ გეუბნებით, ეს არის საფრთხო ინფორმაცია და არა სამეცნიერო კვლევაძიება. ამიტომ ღრმად მჯერა 100 კილომეტრიანი ბეტონი რო დაასხან და დამალონ ეს მარიამ ღვთისმშობელის თმები,
ნება უფლისა, რადგან ამაზე უკვე ვსაუბრობ ჩვენ. ეს უცილობლივ გამოჩნდება და ბატონ პეტრე, ვის ინტერესშია რომ აი საქართველოს ეს ინფორმაცია წაართვან? ერთადერთი ხალხი ვინც შეიძლება ჩვენ ამაში დაგვიდგეს ჩემო გიორგი გვერდზე, ეს არის ებრაელი ხალხი. ჩვენ უცილობლივ დაგვიდგა, იმიტომ რომ მაგათი ჩვენთან ურთიერთობა ძალიან გავს ისტორიაც ებრაელების და ქართველების ძალიან და ყველაზე ახლო ნათესაური კავშირებიც კი გვევა ებრაელ ხალხს. ხო, მაგრამ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რომ ეს გამოიყუროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ეკლესიას უყველა, ხო, უნდა მოითხოვოთ, რომ სად არის, ვინ? ეხლა ჩვენ არ დაგვიბრუნებს არავინ. მარიამ ღვთისმშობელის ძმებს არ დაგვიბრუნებს, მაგრამ ანალიზის ჩატარება ხო შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, ხო? აი ეს რომ გაირკვეს. რომ მარიამ ღვთისმშობელის გენეტიკა და ქართველთა გენები ერთ ხაზია, ხო? ეს ხო აიტრიალებს ეგრე უკვე ყველაფერს. მივხვდი? კი. და ერთადერთი ენა გია, რომელშიდაც ეს არის შენახული, ეს არის აი ქალდეული ენა. დიახ. ეს არის ლაზურ, ზანურ, ჭანურ, მეგრულ, სვანურ ქართული. ეხლა მე გეტყვით ერთ-ერთ საიდუმლოებას. ამენით, მხოლოდ ამენით გაცხადდება. როცა იესო ელაპარაკება მოციქულებს და ყველას ხალხს საზოგადოებას, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ მე. როცა ჭეშმარიტს არ ამბობს, ეუბნება ამენ გეტყვით, ამინ კი არა, ამენ გეტყვით. ამენი უდრის ჭეშმარიტ. ამ ენით, ამ ჭეშმარიტი ენით. აი გეთქართულებ. აი ამ ხელა განს ფლობ და დადიხარ მაშრიხში და ეკითხები ქვეყანა როგორ ავაშენო, რა გითხრა? ბატონ პეტრე, უღრმესი მადლობა. ეს არის დასაწყისი. ხო. ნავსი გატყდა, ყინული დნობას დაიწყებს. ერთმა ქნას თხამტყუპი მოიგო. და მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი